შემდეგი კითხვა, რა შეიძლება მივიჩნიოთ გულის სიწმინდის მიღწევის ნიშნად? როგორ ხდება ადამიანი, რომ გულის სიწმინდეს მიაღწია? ხო საინტერესოა. ჩვენ ძალიან ხშირად მოკლედ გვითხოვს ხოლმე, რომ ეს არის გულის სიწმინდე არის ღვთისნებით მაცხოვრებელი ადამიანს აქვს წმინდა გული, რომელიც ღვთისნებით ცხოვრობს. ნახოთ ის აკასური რა სიტყვის. როდესაც ყოველ ადამიანს კეთილად აღიქვავს, აი განწმენდილი გული რას ნიშნავს? მე თუ განწმენდილი გული მაქვს, ყველა ადამიანს აღვიქვავ კეთილად და არავის მხედავ უწმინდურად. როგორ გჭირდება დღეს, ყველას ჭირდება, მაგრამ აი ყველას ქართველებს როგორ გჭირდება დღეს, როგორ ოღონ ადამიანები დავყოთ. აი ოღონ დავყოთ ადამიანები რა. ოღონ და ჩვენ ვეძებთ არა მიზეს, რომ ერთმანეთი დავყოთ, არამედ საბაბს ვეძებთ. საბაბს. გესმით? სულ არაფერი იყოს გამოვიგონებთ და ამ გამოგონებულის მერე დავყობთ ერთმანეთს და შევიძულებთ ერთმანეთს. ამ სიძულვილს გამოვხატავთ ყველანაირად ღვარძლით, სიტყვით, სიტყვები ჩვენი მეტყველებას კი აღარ შეიძლება ისეთ რამეს აღმოთქვავს ჩვენი პირი. წმინდა გული რას ნიშნავს? არავის ხედავს უწმინდურად და წაბილწულად. აბა სხვაგვარად როგორ აღსრულდებაო მოციქულის სიტყვა, რომლის მიხედვითაც საკუთარ თავზე უმეტესად უნდა მივიჩნევდეთ ერთმანეთს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს პავლე მოციქული. და თუ ადამიანი არ მიაღწევს ამ მდგომარეობას, რომლის დროსაც კეთილი მზერით უყურებს მოყვას, თუ ამას არ მიაღწევს, რომელიც გულის განწმენდაზეა საუბარი.